მდენიერი ვარ, რომ მომიცა შესაძლებლობა სახელმწიფოს ხელშეწყობით გამოვლო სტაჟირება საქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლაში. მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ მახათაძე ერთ-ერთია იმ 8 სამუშაოს მაძიებლიდან, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული მიმართულებით სწავლებას გადის იურისტთა უმაღლეს სკოლაში სისხლის სამართლის სპეციალობის მიმართულებით. 21 წლის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 6 თვის განმავლობაში გამოცდილებასთან ერთად მიიღოს ყოველთვიური სტიპენდია. სტაჟირების დასრულების შემდეგ კი ორგანიზაციაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს. მქონდა რომ სამართალი დამთავრებინა და შემდგომ ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა. პრაქტიკებს გავდივარ საქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლაში, წერთ სარჩელებს, დავდივართ პროცესებზე, ეს არის შანსი შემდგომ დავსახლე ჩემი პროფესიით. მარიამის მსგავსად მიმდინარე წელს გამართულ იურისტთა დასაქმების ფორუმის ფარგლებში იურისტთა უმაღლესმა სკოლამ კიდევ 7 სამუშაოს მაძიებელი შეარჩია, რომლებიც ამ ეტაპზე სააგენტოს პროგრამაში პრაქტიკულ სწავლებას გადიან. ამ პერიოდში სააგენტო მათ ყოველთვიურად 400 ლარიანი სტიპენდიით დააფინანსებს. სტაჟირების დასრულების შემდეგ საუკეთესო სტაჟიორებს ერთწლიანი სამუშაო ხელშეკრულება გაუფორმდებათ. როგორც იურისტთა უმაღლეს სკოლაში აცხადებენ, პროგრამა დამსაქმებელს ეხმარება ახალი კადრის მოძიებაში და მის შენარჩუნებაში. ამ ფორუმმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მისცა შესაძლებლობა 8 მომავალი იურის ამ ეტაპზე არიან ისინი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტის გადიან სტაჟირებას და ისინი ყოველდღიურად იღრმავებენ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში, ესწრებიან სასამართლო პროცესებს, სწავლობენ როგორ იწერება სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდგომში დასაქმდნენ და მინდა გითხრათ, რომ ამ 8 სტაჟიორიდან, რომელიც დღეს გადის სტაჟირება საქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლაში, რამდენიმე თვეში, დაახლოებით სექტემბრის თვეში უკვე დასაქმებული იქნებიან და უშუალოდ შტატში იქნება ჩასმული რამდენიმე წარმატებული. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გულისხმობს სამუშაოს მაძიებელთა პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებას სწავლებას, სამუშაო ადგილზე სტაჟირების შესაძლებლობით. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სააგენტოში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს 16 წლიდან საპენსიო ასაკამდე. პროგრამა სამუშაოს მაძიებლებს ეხმარება კარიერის დაწყებაში, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ის მიღებული ცოდნა, რაც მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში, პრაქტიკულად განიმტკიცონ უკვე თავიანთი ცოდნა პრაქტიკაში და ჩვენ მსგავსი ტიპის ფორუმების გამართვას ასევე ვაპირებთ მიზნობრივი ჯგუფებისთვის მომავალშიც. დღეს მდგომარეობით შემიძლია ვთქვა, რომ 26 დამსაქმებელთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და 150-მდე სტაჟიორი ყავს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული, რომლებიც ხანგრძლივადიანად უკვე დასაქმდებიან შესაბამის სხვადასხვა კომპანიებში. მომავლის დაგეგმვაში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს როლი არის გადამწყვეტი ამ ადამიანების ხვდებით. ჩვენი თავი აქ გვინდა ვიპოვოთ. აი ადამიანებს ფაქტიურად ხელი ჩავკიდოთ და მივიყვანოთ დამსაქმებელთან. ეს არის ჩვენი მთავარი მისია და თუ ჩვენ ამ ოქროს წეს დავიცავთ, გარწმუნებით და თუ ამ მიმართულებით ბევრ სიახლეს დავნერგავთ, ვიქნებით ჩვენც წარმატებულები და რა თქმა უნდა იმ საშინელ სენსს ჩვენი თანამედროვეობის ამ მუშაობას დაუძლებთ ერთობლივად. სრული მხარდაჭერა გვაქვს, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროსი. მიმდინარე წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 152 მოქალაქე და 26 დამსაქმებელი ჩაერთო. სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია თბილისსა და 10 რეგიონში, ასევე 8 მუნიციპალურ ერთეულში.